ქართული საზოგადოება ტრულად არის განწყობილი, უბრალოდ რუსეთი არის ტრულად განწყობილი ჩვენდამი და ჩვენ ძაღლმაშიც რუსეთი არის მტერი, ხო? ჯერ გაგნელებია და გვახსოვს 2008 წლის ტრამვები, იქეთ შორს რო წავიდეთ კიდე და 90-იანების და აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომები რო არ გავიხსენოთ 2008 წელი ყველას გვახსოვს, ხო? როგორ დაფრინავდნენ თბილისის თავზე თვითმფრინავები და დღეს როგორ არის ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები ისევ და ოკუპაციო ხაზზე როგორ კლავენ ადამიანებს და ასე შემდეგ. არ გვავიწყებენ თავს, როგორც მტრები, ხო? ანუ რუსები. შესაბამისად ახლა ქართველის გონების შეტრიალება იმისკენ რომ აი რუსეთი მეგობარია, ძალიან რთულია. ეს რუსეთმა ძალიან კარგად შეუძლებელიც კი არა. ხო, ძალიან ხო ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ესია რა. იქ რაღაცა ნაწილი უკვე რაღაცა მოძრაობებს იწყებს, რაღაცა ამ კუთხით, მაგრამ ეს ამ ეტაპზეც კი რთულია. კი. ერთადერთი რუსეთს რაც შეუძლია გააკეთოს ეს არის რომ, კაი, მე ხომ მტერი ვარ თქვენს ხედვებში. მაგრამ ის თქვენ რომ მეგობრები გონიათ, ისინიც მტრები არიან. ანუ ამათ შენი ტვინი შეუძლია იქეთკენ მიმართოს რომ დღეს მეგობარი დაგანახოს სწორად რომ შენ დარჩე მარტო, დარჩე გაუგებრობაში და ამითი ისარგებლოს მან, მერე უკვე რაღაცები უკვე ესეთი კეთილი ნაბიჯებიც, რაღაც მოჩვენებითი ნაბიჯები გადადგას და რაღა მარტო ორი ოკუპირებული ტერიტორია კონდეს, მაგრამ მთლიანად მის სივრცეში შეგიყვანოს, ხო? ანუ მისი გონება ნელ-ნელა შემოაბრუნოს, მისკენ დადებითად ანუ განაწყოს და სრულად მის სივრცეში შეგიყვანოს.